მოგესალმებით. ჩვენ დღეს სტუმრად ჩამოგვივიდა სვანეთიდან ერთი კარგი ახალგაზრდა ბიჭი და ესეთი რამე მითხრა, რომელიც არის ძალიან იშვიათი ჩემს ცხოვრებაში. მე ვარ განთქმული და ჩემი ოცნება ყოველთვის იყო, რომ ვიღაცა სხვა გამებედნიერებია, მეჩუქებია და პატივი მეცა. ამ დროს ერთი კარგი ახალგაზრდა სვანეთიდან, რომელიც არის ძალიან მაგარი სპეციალისტი ხესთან მუშაობის, მან დღეს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი საჩუქარი მოგვიტანა. მოდი ვნახოთ ეს ბიჭი ვინ არის და ეს საჩუქარი რა არის. ინგა, გამარჯობა. ჩვენ ნახე უკვე ეს ბიჭი, ხო? გაიცანი და მისი ნაჩუქარი საჩუქარი მოგეწონა? ძალიან მომეწონა. დავათვალიეროთ? მოდი დავათვალიეროთ და გავიცნოთ ეს ბიჭი. ბაჩო, გამარჯობა. მე მინდა ბაჩო, გავიცანი, არის ძალიან კარგი ბიჭი, არის სვანეთიდან და იცი თქვენ, სვანები და მეგრელები არიან მეგობრები, ნათესავები და ერთ ქვეყანაში დაიბადნენ და ერთ ქვეყანაში ცხოვრობენ. რამე რო იყოს, ყოველთვის ერთად დადგებიან, რომ გასაყოფი არაფერი არ გვაქვს. ესეთი ურთიერთობა გვაქვს ჩვენ სვანებს. მე მინდა თქვენი ხელით გაკეთებული ნივთი, რომელიც მათეს დარჩება და მე ჩემს შვილიშვილებს ვანახოთ მთელ საქართველოს და ნახევარ მსოფლიოს და ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო. აი რა გააკეთა ბაჩომ. თქვენ წარმოიდგინეთ, ამასაც ხო უნდა ინგა მოფიქრება. ხო შეეძლო რომ რაღაცა სიტყვაზე თქვა ეყიდა მაღაზიაში სუვენირი და მოიტანა. არა თვითონ სვანეთში მუშაობს. აი ამ საქმეზე და არის ამ საქმის პროფესიონალი ყურე. ხეს უნდა მოფერება. ხეს რაღაცნაირი დამუშავება უნდა. ხესთან მუშაობა ადვილი არ არის. 100-ჯერ უფრო რთულია ვიდრე რკინასთან. რკინასთან გამოგივა, ხესთან უნდა სხვანაირი მუღამს როგორც იტყვიან და წარმოიდგინე, ბაჩო მოიფიქრა და წარმოიდგინე, აი რა გააკეთა. აი ეს არის ჩემი გვარის, ჩემი სახელის გერბი, რომელიც ჩემს კაბინეტში დაიკიდება და ალბათ ჩემთვის ბაჩო, ეს არის ყველაზე მაგარი საჩუქარი. საჩუქარი არ არის სახლი, მანქანა, ეს ყველაფერი არის იქით. საჩუქარი არის ეს სუვენირიც არ არის, არ ვიცი, შეუფასებელია რა შევარხვა ისიც არ ვიცი, ხო? აი ხისგან დამუშავებული, აი ძვირფასი ხისგან. ხეს აქვს ძირი და იმ ძირისგან გაკეთებულია ჩვენი ემბლემა არის GB უკვე გახდა ბრენდი. ამისთვის ბაჩოს დიდ მადლობას ვუხდი და აი რას ვფიქრობდით, იცით ბიჭებო? რას ვფიქრობდი, იცი? ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ჩვენ ხო მეგრელები ვართ და ოდითგანვე ინგამ აი ამ მეგრელებს სად იყო მაგიდა, სკამები ესეთი, ხო თქვათ? ახლა რო არის და ჩვენ წინაპრებს ქონიათ ესეთი რამე. ჩვენ გვიყვარს ღომი, იმიტომ მაგრები რო ვართ, ღომი. ჩვენს გიყვარს, იმიტომ ხარ ესეთი რო ხარ, ხო? ესეთი ხარ, ხო? ღომი, ხო? უყურე. ღომი კარგია, მაგრამ ახლა ჩვენ თბილისში ვართ. გაიგეთ ახლა ღომი ტეხავს და გადავედით ელარჯზე. გავიგე? ეს არის უკვე ელარჯი უკვე არის როგორ იტყვიან? სუეცკი, აი ელარჯი. აი ამის თქმა მინდოდა, ხო უკვე ნავაროჩენი არის, აი ღომი ნავაროტებში არის ელარჯი და ამას აკეთებდა დედაჩემი ძალიან მაგრად, გამიგე? და ფიქრობდი სულ რომ გამეკეთებია ის მაგიდა რაც იყო აი იმ დროში რა და უყურე ბაჩომს ეს მაგიდა ჩვენ დღეს მოგვართვა. აი ნახეთ. პროსტო ინგა, ეს არის მასალა ისეთი. აი უყურეთ. ახლა ელარჯი არ აქვს. ეს არის პრეზენტაცია. ბაჩო დაბზანდით. ინგა, დაჯექი. ბიჭებო, დაჯექით. აი ეს არის ბაჩოს მიერ გაკეთებული მაგიდა. შენ წარმოიდგინე GB ჩვენი ემბლემა, GB ჩვენი ემბლემა და ყველა სკამებს ჩვენი ემბლემა აქვს. უყურე როგორ იყო ძველ დროში.
ელარჯი რო გქონდეს ძალიან კარგია, მაგრამ იმედია, ყველაზე მაგარი რესტორანი საქართველოში მეგრელი რო აკეთებს ელარს, აი ამ გადაცემის შემდეგ დამირეკავს და აი პირველად ეს უნდა დავტესტოთ ეს მაგიდა აი იმ რესტორანში. მეგრელებო, ვინც ყველაზე მაგარი ხარ თბილისში დავტესტოთ. თუ გინდა ნებისმიერ ადგილზე საქართველოს ტერიტორიაზე მაგარ ელარს ვინც გააკეთებს, დავტესტავთ აი ამ მაგიდას. ამაზე უკეთესი ტაბაკს ეძახოდა ბებია ჩვენი. და ჩვენი წინაპრები, ეს არის ტაბაკი. ზუსტად ამაზე იჭმევოდა ძველად ეს ელარჯი. უყურეთ. ელარჯი ინგა არ უნდა ესა დაასხა თუ როგორ იტყვიან თებსზე. ძველად იყო ესე, ამოიღებდნენ და პირდაპირ აი ამ ტაბაკზე უნდა დაგედო. პირდაპირ. მაგრამ აი ამ ტაბაკზე რო დაგედო, იყო სპეციალური ხისგან დამზადებული ეს მაგიდა. და ზუსტად იმ ხისგან არის ეს მაგიდა დამზადებული. აი ეს მაგიდა არის სადღაც მარტვილში და სადღაც სვანეთში. და ეს ბაჩო უშოვია, აურჩევია და დღეს ჩვენ ეს მოგვიტანა, ხო? რისთვისაც ბაჩო დიდ მადლობას გიხდით. კიდევ ვიმეორებ, მეგრელებო, ვისაც გაქვთ ყველაზე მაგარი სამზარეულო საქართველოში, გინდა თბილისში იყოს, გინდა მარტვილში, გინდა ზუგდიდში. ვისაც გაქვთ ყველაზე მაგარი სამზარეულო, 6 კაცი მოვდივართ, მოგვაქვს ჩვენი მაგიდა და საქართველოს ისტორიაში იმ დროს არ ვამბობ. აი ამ დროს ამ ახალგაზრდებს და მთელ საქართველოს ვაჩვენოთ, თუ პირდაპირ ელარჯი როგორ უნდა დავასხატოთ. პირდაპირ მაგიდაზე, თებშის გარეშე და როგორ უნდა მივირთვათ ის. გისურვებთ წარმატებას, ხოლო ბაჩოს დიდ მადლობას ვუხდი. რა სიტყვი ბაჩო? ეგეთი ნამუშევრები, ეგეთი ნაშრომები ჩემთვის პატივი არის, როდესაც აი ეგეთ კულტურულ მემკვიდრეობებზე მუშაობ და არ ვკარგავთ ძველს. გელაბარკალაია, აი საერთაშორისო კულტურის სივრცეს გენერალურმა დირექტორმა, პატრიციელმა მარიამმა ამოწოდა ეს იდეა და შემდეგ აი ეს გებით შევქმნით ესე. დიდი მადლობა მინდა ქალბატონ მარიამს გადაუხადო, დიდი მადლობა მინდა თქვენ გადაგიხადოთ და ჩვენც ახლა საჩუქრის უმისოდ ვერ წავალთ. თქვენ გააკეთეთ GB მაგიდაზე და მაგრად იწვალეთ და ჩვენ კიდე უგზავნით ესეთ საჩუქარს. ეს არის ჩვენი ჭიქა. ეს არის ჩვენი ჭიქა, რომელიც მარიამის სახლში იქნება დიდხანს და უყურე რა ნომერია 0080. აი ეს თუ მარიამს იღბალი აქვს, მაშინ აი ამან უნდა მოიგოს ან ჯეტური, ან BYD. ეს ჯერ არ არის გადაწყვეტილი, მაგრამ მალე გადაწყდება და მარიამი ამას გაიგებს. ეს არის ქალბატონი მარიამის საჩუქარი. ეს იგივეა თქვენი საჩუქარი, უბრალოდ ნახოთ რა ნომერია 0084. ეს არის თქვენი საჩუქარი, ეს თქვენს ოჯახში იქნება. ჩემგან GB მაგიდა მოიტანე, მაგრამ GB ჭიქას გაძლევთ. მადლობა. როგორია, კეთი? სერიოზულად. ბებია შენმა იცოდა. ხელიო ხელს ბანსო, ხო? მე ორივე რა შვებაო. აი, ნიჭიერი. ეს საჩუქარი კიდევ. ბაჩო, ეს არის უშუალოდ. ეს არის ქალბატონ მარიამ ლომთათიძის საჩუქარი. რაც შეეხება ეს არის ჩემგან გელაბარკალაიასგან ორიგინალი ძვირფასი საათი. თქვენ თვითონ შეხედეთ. ეს არის ძალიან მაგარი ფერი და ეს საათი ჩვენგან. ორმესი მადლობა. გისურვებთ წარმატებებს და დღევანდელი დღე ესე დავამთავროთ და კიდევ ერჯერ გავიმეორებ. მეგრელებო, აი ეს მაგიდა უნდა მოხვდეს იმ რესტორანში, სადაც ელარჯი კეთდება უმაღლეს დონეზე და ჩვენ მაგიდით მოვდივართ. თავარი არის თებშის უმისოდ უნდა მივირთვათ ელარჯი, ვინაიდან ეს მაგიდა შეიძლება დღეს
თელს საქართველოში ერთი იყოს, იმიტომ რომ ეს თვითონ მასალა არ იშვება. ელარჯი აქ დაასხა, მაგიდა გაფუშტება. იმიტომ რომ ესეთია მასალა თვითონ, მაგრამ ეს არ გაფუშტება, იმიტომ რომ ეს არის სპეციალური ისეთი მასალა არის ძალიან იშვიათი რა, იშვიათი. შეიძლება თელ სვანეთში ალბათ წლების განმავლობაში ბაჩო ეძებდა ამ მასალას და მოუძებნია და გაუკეთია და ბაჩო. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო და ეს იყოს ჩვენი ძმობისა და ძმაკაცობის დასაწყისი და გები კიდე გახდა ბრენდი თელ საქართველოში და საქართველოს ფარგლებს იქით. ისურვებ წარმატებას.